კომპანია Step Records-ის კიდევ ერთი პროდუქტი, ჯგუფ Young Georgian Lolitas ახალი ალბომი Radio Live მსმენელისთვის ხელმისაწვდომი კვირის ბოლოს გახდა. მუსიკალურ ბაზარზე გამოსული ჯგუფის რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ახალგაზრდა ქართველმა ლოლიტებმა, რომლებსაც მსმენელი Lemon Juice-ისა და სიროპის სახელწოდებითაც კი იცნობს, როგორც ალბომ Radio Live-ში შესული ახალი, ისე ძველი და ცნობილი კომპოზიციები შეასრულეს. ამავე კონცერტზე მსმენელმა რეჟისორ გიორგი ლიფონავას მიერ გადაღებული ჯგუფის ახალი ვიდეოკლიპი ვარსკვლავი ციხილა, რომელიც უკვე ტრიალებს მაესტროს ეთერში. ჩანაწერი არის live, აქედან გამომდინარე უფრო პრიმიტიული არის, იმიტომ რომ არის ცოცხლად დაკრული და ცოცხალ კონცერტზე საშუალება არ არის ჯერჯერობით, რომ გამოვიყენოთ ისეთი ეფექტები, როგორც გვაქვს პირველ ალბომში რა, ის მაინც სტუდიურია. და ნუ იგივე live იქნება, რაც დისკზეა. ოღონდ უფრო მეტი სიმღერები და პირდაპირ ენერგიის გასვლა იქნება რა. რატო შევარჩიეთ ეს დარბაზი? იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ეს დარბაზი, უნივერსიტეტის დარბაზი, მე თვითონ ეს არის ალბათ საუკეთესო დარბაზი აი ასეთი მუსიკისთვის. იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი კარგი კონცერტი ჩატარებულა და მე რა კონცერტებზეც ყოფილ ვარ, აბსოლუტურად ყოფილი წავსულ ვარ ყველა კონცერტიდან და რა კონცერტებიც გამიკეთებია აქ მე. ძალიან მიყვარს ეს დარბაზი. რადიო ეთერში ჩაწერილი ცოცხალი კონცერტის აუდიო ვერსია, რომელში შესული კომპოზიციებიც ინდი როკის მიმართულებას განეკუთვნება, ქართულ ბაზარზე განსხვავებულ და საინტერესო პროდუქტს წარმოადგენს. ეს ალბომი Young Georgian Lolitas შემოქმედებით დოსიეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამაზე თანხმდებიან Step Records-ის წარმომადგენლებიც, რომლებიც ჯგუფის მუშაობას ასე აფასებენ. ბრიტანული მუსიკა აბსოლუტურად ძალიან კარგად შესრულებული, ძალიან კარგი მუსიკა დაწერილი. შესრულებული აი ამ ბიჭების მიერ, ქართველების მიერ. მე ვთვლი, რომ Young Georgian Lolitas არის ალბათ ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა ქართული ჯგუფი, რომელიც აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია ევროპის ბაზარზე. Young Georgian Lolitas-თან დაკავშირებით კომპანია Step Records უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. როგორც ირკვევა, კომპანია ჯგუფისთვის არამხოლოდ ქართულ სივრცეში სამუშაო პირობების შექმნაზე ზრუნავს, არამედ ლოლიტებისთვის გეოგრაფიული არეალის გაზრდაზეც ფიქრობს. მით უმეტეს, რომ ქართული ჯგუფით დაინტერესება ევროპაში გარკვეულწილად უკვე არსებობს. კომპანიის მიზანი არ არის მაინდამაინც ის, რომ ქართულ ბაზარზე გახდეს ძალიან ესეთი კომერციული გახდეს აქ. ეს არის უბრალოდ რაღაც ჩვენება, თქვა ახალი ალბომის და თქვა რა უნდა ქართულ საზოგადოება რომ იყოს საქმის კურსში, ესე არ შეიძლება ეხლა რომ თქვა რომ მარტო საზღვარგარეთ გვინდა და აქ არ გვინდა. ეს დასაწყისია რა თქმა უნდა, იმის რომ ჯგუფი ჩამოყალიბდეს ბოლომდე თქვა. ყველანაირად ჩამოყალიბდეს და რაღაც ეს არის სცენის გარეშე ჯგუფი არ შეიძლება. ეხლა აქ საზღვრებს მიღმა თუ ჩვენს ქვეყანაში სცენა არის და დაუკრა სულ ერთია სადახარ ისე როგორც შეგიძლია ბოლომდე დაიხარჯო. ამიტომ მაგას მნიშვნელობა მუსიკოსისთვის არ უნდა კონდეს. და გამომდინარე, როდესაც შენი პუბლიკა გისმენს, ყოველთვის უფრო ეს არის რა ქვია, საპასუხისმგებლო. იმედი მაქვს, დადგება ის მომენტი, როდესაც უკვე ვთქვათ, ჩამოვლენ და ისე დაუკრავენ. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯგუფის ლიდერი, ცნობილი ქართველი როკ მუსიკოსის ვალერი კაჩაროვის შემოქმედებითი მიმდევარი ნიკა კაჩაროვი ვერ ადასტურებს. არ ვიცი, არ მინდა ხა რაღაცები მაგაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ რაღაცეები სულ არის, რაღაცეები რეკავენ, წერენ რაღაცა, მაგრამ როგორც ხედავთ, ჯერჯერობით აქ ვართ და კონცერტი გვაქვს თბილისში უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში, ასე რომ ჯერჯერობით არაფერი. ჩვენ შევეცდებით უანგაროდ ვიმუშაოთ და რაც მოხდება. ხა ჩვენ კომერციული თვალსაზრისით არ მუშაობთ. უბრალოდ გვიყვარს მუსიკა და ვაკეთებთ. მეტი არაფერი. უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში Radio Live-ის პრეზენტაციის შემდეგ ჯგუფ Young Georgian Lolitas-თან მუშაობას კომპანია Step Records-ი რამდენიმე მიმართულებით აპირებს. თუმცა როგორი იქნება ჯგუფის მომდევნო ეტაპი, ამაზე საუბრისგან კომპანიის წარმომადგენლები ჯერჯერობით თავს იკავებენ. It's myself now.
Sound